ქართულ ოცნებაში ისევ საუბრობენ ეგრეთ წოდებულ Deep State-ის გავლენებზე. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არათუ Deep State-ის დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშანიც კი არ იკვეთება. უმრავლესობის ლიდერი აქცენტს აკეთებს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რადგან სწორედ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუამ აამოქმედა წინა კვირაში ახალი სასანქციო პაკეტი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. Deep State-ის კლასიკური მაგალითი არის დღევანდელი ჩვენი ქვეყანა, როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არის ჭრდილში და ინსტიტუციებს დაკარგულებს საკუთარი ფუნქცია. აი ეს არის კლასიკური მაგალითი. ამიტომ ეს რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხრიკი ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ადამიანებს გონება აურიან, გამიზნულია იმისკენ, რომ ეხლა ნაცვლად რაღაც გლობალური ომის პარტიისგან, რომელიც მართლაც არსებობს, თუმცა ის არის მოსკოვში და არა სხვაგან, ეხლა ისაუბრონ Deep State-ზე, რომელიც რეალურად არის საქართველოში თავისი არსით. გამოგონილია Deep State-ი ცხადია, როდესაც ქართული ოცნებას მაშველი რგოლი არ აქვს, ყველაფერს აწერს Deep State და ეს არის მათი ეგრეთ წოდებული ბრენდი, რომელიც მათ შემოიტანეს. ესეც დაკოპირებულია რუსეთისგან. პირველად 90-იან წლებში გამოიყენა დაშლილმა საბჭოთა კავშირმა და უკვე რეინკარნირებულმა რუსეთმა, რომ Deep State-მა დაშალა საბჭოთა კავშირი. აქაც რუსული კალკია. ალბათ საქართველო იყო სწორედ პირველი ქვეყანა, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბრძოლა Deep State-ის იმ ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებდა ამ წლების მანძილზე და რომელსაც სურდა, რომ სიტუაცია აერია ამ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველო იქნება ასევე პირველი ქვეყანა, ვის შემთხვევაშიც დავინახავთ Deep State-ის გავლენების შესუსტებას. გულშემატკივრობთ იმ ბრძოლას, რომელიც ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან წარმოებს Deep State-ის დასამარცხებლად და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს ხალხის არჩეული დემოკრატიები და ის ადამიანები, ვინც ყველა გზით ებრძვიან ამ ფარულ და ჭრილოვან პოლიტიკურ გავლენებს.